რა თქმა უნდა, წლის ბოლო გამოშვებაში არ შეიძლება რომ გასული წელი არ გავიხსენოთ, თუმცა ჩვენ დღეს 2016 წლის მოვლენებს ცოტა განსხვავებულად წარმოგიდგენთ. პოლიტიკურად ძალიან აქტიური და დაპირისპირებით სავსე წელი სრულდება და ეს ყველაფერი მაყურებელმა კურიერის ეთერში ნახა. ასე რომ პოლიტიკურ წელს ჩვენ დღეს ჩვენი არქივით შევაჯამებთ. ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. 4 ტერორისტის აგაფრენ უყურებთ კურიერის სპეციალურ გამოშვებას ტროლისა და აფეთქების ხმები ისმის 1700-ზე მეტი ადამიანი. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში თავარი თემა იყო. ძალიან რთულია მართლა ამ წუთებში სტუდენტთა ნაწილი აფეთქება მოხდობის მთელ ხაზზე. განურდება პროცესი საფინანსო დოკუმენტი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პარლამენტო არჩევნების ნოგვების ფონდზე მიმდინარეობს ყველაფერი უკავშირდება ალფასურების ყველანაირი რეკორდი. რამდენიმე წუთის წინ გამოაძევეს ექსპერტ კრიმინალისტები როგორც ჟურნალისტები უკვე მოძრაობა ორივე რამდენიმე წუთის წინ და გამამტყუნებელი განაჩენი სოციალ მოხდეს შეჭრილი მდგომარეობა. ფარული ჩანაწერების საქმე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ზღვაში გზა გაყავთ. ის სქემაში ნამტელები იქნებოდა. სპორტული სამყარო აჯობებს არგენტინას დამარცხდა. არის გადამწყვეტილი და საახალწლო განწყობა ნამდვილად იგრძნობა. ჩვენ გვაქვს უკვე პირველი მონაცემები. ნამუშევრების ხმების აბსოლუტური უმრავლესობა დათვლილი. პარლამენტს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა აკომპლექტება. 5%-იანი ბარიერს ამ მონაცემებით ლახავს პატრიოტთა ალიანსი. დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტურები. ხმაური და დაპირისპირება მარნეულში. როგორც მე კადრში ხედავთ, მოქალაქეების ნაწილი ამ დროისთვის ცდილობს გავიდეს ტერიტორიის გარე. აქ ამ უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაშლილია. გავიდა ხმარო იგებდა ნაციონალური მოძრაობა. იდგნენ ორი უცხოელები, გადაუარეს, ქალს დაარტყეს და აი ჩვენი ბიულეტენები ყველაფერი დაყარეს დისკში. ჩხუბი და დაპირისპირება 91 საარჩევნო უბანში. რავითარება აჭარაში. მაგ სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება. არჩევნების გაღალბებისთვის ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი. ასეთ ხერხებს ხელისუფლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც მას წაგებული აქვს არჩევნები. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში სრულად აღსარათ იგრძნობოდა საკუთარი ფარული ხელი. არჩევნებიდან 2 დღეში ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. მიიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან. და ბურთულაძე პარტიას ტოვებს. შევიდ პოლიტიკაში. ნახოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. განხილვების შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, ყველა თავის კონსტიტუციის, მათ შორის პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის თავებს. უაღრესად სახიფათოა ქვეყნისთვის. ძალიან მძიმე დრო დადგა. ჩემი აზრით დაუბრუნდი საბჭოთა კავშირში. პირდაპირ მიმდინარეობს ანგარიშსწორება ტელეკომპანია რუსთავი 2-თან. რამდენიმე წუთის წინ გამოაძევეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ხდომათა დარბაზიდან. სასამართლოს ხდომიდან გაძევების შემდეგ ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. ბრიუსელსა და სტრასბურგში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი დასაშვება ცნო. პირველი გამარჯვება საერთო სასამართლოებში. დღევანდელი შედეგით ცხადყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 25 იანვრამდე, ანუ კიდევ 4 თვე არის იმისთვის, რომ დასრულდეს ჩვენი სარჩელების განხილვა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რუსთავი 2-ის საქმეს ყურადღებით აკვირდება. ევროპულ საბჭოში ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ რუსთავი 2-ის საქმეა. ეს ის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ არსებობდეს მედია, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. მოხარული ვარო მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი დამეთვალიერებინა რუსთავი 2 და შევხედროდი ყველა ჟურნალი.
ლარი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა. ყველაფერი უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ პანიკას და აჟიოტაჟს. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილები. არმა დღეს დილასაც მოხსნა გაუფასურების ყველანაირი რეკორდი. შესაძლოა ეროვნული ვალუტა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუფასურდეს და ამის მიზეზი შიდა ვალი გახდეს. მოხდა შიდა ვალის აღება კიდევ უფრო მეტი. მხოლოდ ბოლო დღეში ეროვნული ვალუტა 7 თეთრით გაუფასურდა. შესაძლოა ეს კურსიც კი სანატრელი გაგვიხდეს. საჟინელი მდგომარეობა ოჯახის ბიუჯეტებს ურტყავს. რო შეხვალ მაღაზიაში უკან გამორგიხარ. ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად კურსი ეცემა. ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი. მეგონი მთელ მთავრობას აჟრიალებს უკვე. ეს არის კატასტროფა. არ დაიჯეროთ ყველაფერი გარეთ. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ადრესგან მიიღო. ძალდობის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სამეგრელოში. აჩახები ხალხი ჩამოყალიბდა ხალხი დასაბლად. ხალხს და ბავშვებს მის პირები, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ქართულმა ოცნება მოაწყოს სისხლიანი ანგარიშძორება. ხელისუფლება მაინც დაუსრულებელი ლოდინის რეჟიმშია გადასული და საერთოდ არ ჩქარობს დამნაშავეების გამოვლენას. კალათასთან არის დაკავშირებული ჯგუფი, ვინც აორგანიზებს სწორედ ასეთ აქტებს. როგორც სპორტსმენებმა განაცხადეს, ისინი არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და არ დაგაჭერილი. აქ საწაული მოხდება ტყუილია მაგ. ისინი ქვეყანას მიათრევენ ძალადობის მორევებს. მოვლენათა ეპიცენტრიდან უნდა ჩაგვერთოს დავით ქარშიაშვილი. საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული. მთელი უკანა მხარე მოგლეჯილია პრაქტიკულად. დაზიანებული არის კიდევ საკმაოდ ბევრი ავტომობილი. ეხლა ეს ქალაქი წეჭი ტერაქტია პრაქტიკულად. ჩავაგულდა რიცხვი დავით სერგეიკოს განცხადებით 4-ს არაჭარბებს. დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ანუ მერაბიშვილი უკვე ევროპული სასამართლოს მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე დღის 12 საათზე გამოქვეყნდა. ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ასყავს პოლიტპატიმრად. საუბარი არ შეიძლება იყოს მის გათავისუფლებაზე. ორწლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე უფლებების დარღვევა 2 მუხლით დაადგინა. ზუსტად იდენტური იყო ლუცენკოს და ტიმოშენკოს შექმნა. იუსტიციის მინისტრი უკმაყოფილოა. სტრასბურგის სასამართლო დაეყნა მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს. ეს უკვე იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი. საქალაქო სასამართლომ სულ რამდენიმე წუთის წინ ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავეს. საჯელზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. დარბაზში მოყვა ამ ფაქტს ხმაური ვარკისი ქვეყანა დასაჭერები დაიჭირა. იძინა ივანიშვილს მიმართავდა მეუბნები. მე თქვენი პირადი მტერი ვარ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლო უსამართლობას აკანონებს. დღეიდან პარტია გადადის საგანგებო მოქმედების რეჟიმზე. მე როგორც ოფიცერი ბოლომდე ვიბრძოლ. საზოგადოება მორალური ტერორის ქვეშ დღეს კიდევ ახალი ვიდეო აიტვირთა ინტერნეტში. ეს არის მართლაც მორალური ტერორი. ეს არის პირდაპირ შანტაჟი. ეს არის შეთქმულება ამ ქვეყნის საზოგადოების წინააღმდეგ. საზოგადოება კითხვებზე პასუხს ეულდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურებისგან არაფერია ცნობილი. უკანონო მოსმენებს არა. დღეს დილიდან აქცია მსვლელობა დაიწყო. ის რაც დღეს მოხდა ყველას გვეხება. დღეს მორიგი მსვლელობა იყო ანდორას ხუთის გახსნის. ტიბინზურეს ღია სახელი და გვარი. და ეს არის იძინა ივანიშვილი. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე. და ჩვენი პასუხი ამ დარტყმას იქნება უმკაცრესი. შეერაღებული თავდასხმა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე. ალექსი პეტრიაშვილი ამ დროისთვის კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. თავდასხმა საბურთალოს სასაფლაოზე თვითმხილველების თვალწინ მოხდა. ვინც ჩაიდინა და ვინც ბუგა. კაინეტას ასწრებდით აუცილებლად დაისჭა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხადება რამდენიმე საათის წინ გააგრძელა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი არავიდან გასროლი ჭრილობები მიაყენა. საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, სანამ არ მოხდება ამ საზარელი დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება. პროტესტი ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. ინსტიტუტებში სტუდენტთა ნაწილი შეკრებილია 115 აუდიტორიაში, ნაწილი კი იმყოფება ისევ მე-6 კორპუსში, რომელიც ამ დრომდე პიკეტირებულია. შესაძლოა მოხდეს შეჭრა პირველ კორპუსში. სტუდენტებს კვლავ რჩებათ კონკრეტული მოთხოვნები.
სტუდენტები კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა არის ძალიან მკაფიო. ისინი ასევე ითხოვენ, რომ შეიცვალოს თვითმმართველობის არჩევის სისტემა. პასუხისმგებლობა უნდა იყოს ბატონმა პრემიერმა. გადაწყვეტილება რომ დამტოვოთ თანამდებობა. ხო, სასწავლო პროცესი არ ხდება. უზომნოსპილ საქართველოს მოქალაქეები აპრილის ბოლოდან ისარგებლებენ. ჩვენ შევძლებთ ვიზა ლიბერალიზაციაზე ბოლო ნაბიჯის გადადგმას. წარმატებული შეხვედრის შემდეგ პროცესები კვლავ გადაინაცვლებს ევროპარლამენტში. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები. ევროკავშირი იტოვებს უფლებას შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, ანუ შეუჩერდეს ამ ქვეყანას ვიზო მიმოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ვიზო რეჟიმის დარღვევა, შესაბამისად შეიქმნება პრობლემები. ახლა კი ვარძია და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები. ცოტა ხნის წინ მოგვეცა ჟურნალისტებს შესაძლებლობა რომ შევსულიყავით ვარძიის მთავარ ტაძარში. აღდგენას რა თქმა უნდა გაჭირდება და ეს უყალოდ არ ჩავის. ზემოდან სქლა ტადებს ჭვარტად. ვარძიის უნიკალური ფრესკების დაზიანების შემდეგ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმებების შეაძლოა გადაიხედოს. შეთანხმდეთ, სად იწყება სასულიერო პირთა კომპეტენცია და სად მთავრდება 830 წლის შემდეგ რაბედი ეწევა უნიკალურ ვარძიის მოხატულობას ჯერჯერობით უცნობია. აწლოვანი ხის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზა გაყავთ. ტიტის ჯიშის ხეაჭარიდან გურიაში დილით ბარჟამ ჩაიტანა. საშიშია, ხო, ასეთი რაღაცეები. თავი დავანებოთ იმას, რომ სასაცილოა. ეს მომავალში როგორც განვითარებული ხეები დარჩება და იმ ტერიტორიას გაალამაზებს რჩება სიმბოლოდ ბიზნეს ივანიშვილის მმართველობისა. ციხის ძირიდან აწლოვანი ხების გადარგვის საკითხმა პარლამენტში გადაინაცვლა. ის საფუძველზე ხდება. მაურის წერტყოფილი პრემიერის ხსენებას მოყვა. აბსურდის თეატრში ვართ, ერთი კაცის ხუშტურზე რომ შევამოწმდეთ რა ეგ. ეგზოტიკური ხეების ნერგები საქართველოში ფრანგმა მოგზაურმა ჩამოიტანა. ტიტის ხე მაშინ ამხელა თუ იქნებოდა ჩითილილი. ტიტის ხე თავის შორეულ ნაოსნობაში ციხის ძირიდან შეკვეთილამდე აყვავდა. სამი დღეა ქვეყანა ალბათ ყველაზე უცნაურ სანახაობას აკვირდება. როგორ აჯობა მილიარდელმა მხატვრული სიმბოლოებით აზროვნებაში ყველა თანამედროვე კონცეპტუალურ არტისტს და ერთ კადრში უსიტყვოდ მთელი 4 წლის ქვეტექსტი ჩადო. როგორ აქცია ერთი ჩვეულებრივი ხე ეპოქის სიმბოლოდ. საუკუნის ისტორიის მქონე გიგანტი მაინც ამოთხარა და წყალი შეუყენა.